მოგესალმებით ძირფასებო, როგორ ახართ? კი ვარ გაჩეჩილი, მაგრამ რა ვქნა? არ დამივარცხნია მეთქი, მოგატყუებთ. ცეკვაზე ვიყავით და ასე რომ მოვედით ეხლა. დაბანილი რომ აქ იმდენად დაფუებული მაქვს თმა, რომ მე დავაცხლა კიდე რაც მინდა ის უქენი, თუ არ გაასწორე. აი ესე მაქვს. როგორ ახართ აბა, როგორ გიკითხოთ? მოკლედ ცეკვაზე ვიყავით, ეხლა ბიოს ვუცხელებ ბავშვებს, პური რაც მომჩა, იმას მივცემ და მე მუხარის ქუთაისში ექიმთან წასული. ესე ხოდა რაღაც ის გამოკვლევაზე დაუშვეს და ისიც ეხა წესიერად ბიჭო მომართვა სელოდება სხვაგან კლინიკაში მოუწია გადასვლა ღმერთო რას უშვებიან პროსტატულს მუხას უნდა დაურეკო აქეთობას რომ გამოიყოლოს იმიტომ რომ მე ჩავალე მერე რო ჩავალ გამახსენდება რომ ეს არ მაქვს ის მინდა თქო და მომაქვს მერე ბევრი და არ მინდა არწავა მუხას დაურეკავ და მოიდა ო ეგ არის კარგი ეხა დავუსხათ მოდით დროზე მე არ მიცალია მე გეგა და დროზე მოდი აგერაკ ზარი მე გაჭმე კიდა მოდი არა ტელევიზორი გამორთეს საერთოდ დაპაუზე გეგა დროზე გეგა მოდი დააპაუზე დავაჭმევ ერთი წამი თორე ესენი მე შემიკლავენ ახლა ხელში მაგრამ მოვიდა წყალი არის რო წავედით კი ძლივობით მოდის ხარა იქნებ ისო მოსაცვლელია იმას მე დავლევ მაგიტო ჩავას გეგა გინდა იმ კარაქიანი პური შოკოლადიანი კი შენს გინდა შოკოლადიანი პური არა სატრები არა იქეთ არ წაიღებ არა კი ასხა გაგიშდები იცოდე შენი
შენი არ დასხმული მენახოს სადმე რამე. რამდენი წაიღებ, იმდენი იატაკია, მე მოსაწმედ. ესე იგი. გოდე ბავშვის სკოლაში უფრო სწორედ მუხამ წაიყვანა და დღეს თავისუფლება აქვს ექიმთან რომ მიდიოდა მაგიტო მუხას. აუ, პულს გაგიკეთებ მე თვითონ ხარი გეთას. ერთ ნაჭერს გამოკეთებ. ხოდა ისა რა ქვია, მუხას წავაყვანინე გოდე. თავდექი ვაჭამე ჩავაცვი და გავამზადე და გავეგდე ლოგინში. მუხანის სიტყვებია, ეგ არის რომ გეუბნები რომ ადრე უნდა დაიძინო. ხო იცის, რატომაც არ ვიძინებ. და თვითონაც ხო იცის, მე როდიდან მეწყება ძილის მომენტები, მაგრამ მე რომ მიწყდება, მე თავისთავად ვერ ვიძინებ, რა ვიცი, ხართ თუ არა ეგრე ვინმე ეს ნებისმიერ დროს ვერ დავიძინებ. თან წუხი როგორ იყო, იცი? 4 საათის მერე მაინც თავს ვაძალებდი, რომ აი თათია დაიძინე, დილით ადრე უნდა ადგე და ძალით რო ცდილობ, რომ თვალები მაგ დახუჭული და მაინც რომ ვერ ვიძინებ. აი ესეთი მომენტები მქონდა. მაინც ტელეფონს აქეთ ვტოვებ. ამ იმაზე. მაღალზე მიყენია ხმა ჩვეულებრივად ყვირის ბუდელნიკი მაღვიძებს. აქ ამ იმაზე. წამის რუხას. უხ. დილისთვისაც ეყოფათ მე მგონი. ესე. გავავსეგ უკვე. ეხლა მე დავაპაუზებ. პირველ რიგში აქ უნდა მოვამტვერ სასრულო და მოვწვენ დიატაკს და მერე მოვალ. არ ვიცი მე ეს ვიდეო როდისთვის იქნება, მაგრამ ამასაც ამოურეცხავთან და თან მოკლედ მოვალ დრო და დრო. ესე ვერ დავჭდები. გაგინდა. ამოურეცხო ესენი, კაი? გოდე, შეძლებ მაღაზიაში რო წახვიდე. ანიკობებიას. დავალაგე სახლი, გავწმინდე, მოვწმინდე, ყველგან მარტო ესენი დამრჩა და მოვალ და თან ამოვრეცხავ მეთი, კი ვიფიქრე. ეს იჭედება, ხოდა მაღალა ამან. ვერ მივხვდი. არაფერი არ ედება და მე მგონი აი ამების აი ამ გვერდების ბრალია და ხარო მოვა მე ესეთ ჩავასხმენინე ან რამეს ვიზამ ესე და ამგვარად ვიქასებო ესე იგი ამაში თლიანი ჟელი არ ჩადის, ანუ ამის სავზე არ ჩადის და ჩვევად მაქვს ხოლმე ერთხელ რო ჩავასხამ ცოტა რჩება. ამიტომ სულ ყიდულობ ყველაში ასხია ქვემოთ, აი ამ დონემდე მე მგონი და ეს მაქვს სავზე. ყოველ ჯერზე ვყიდულობ, რომ მე ჟელის გარეშე არ დავრჩე. ამის გარდა ეს ხუთში მიდეს აქ, ამის გარდა მაქვს კიდე აი ის ჟელე, უბრალო ჟელე რო არის. არ ქონდა ერთხელ გოდეიდას ეს და საერთოდ ისე ვერ გავრეცხავდი და მაშინ წამოვწერეს. მოკლედ აი ასე არიან ესენი. აი ესე. ეს მუხამ გამიკეთა იქ ფარდებზე სამაგრი არ მაქვს. კი ვნახე სადღაც, მაგრამ 15 ლარი იყო და მაგიტომ
მაგითომ არ ვიყიდე. ღმერთო ძალიან მტკივა თავი. ესე ძალიან არ ვიცი, არ იყვიროთ. არ იყვიროთ. დედა, გავგიჟდები, გოდი, არ იყვიროთ, ბიჭო, თავი მისკდება. ლაპარაკისის არ მაქვს. კოზი აიღე, ბიჭო, ხა? და კოზით ჭამე. დაჯექი. ეურე რომ მქონდა მორჩენილი, იმას არ ჭამს. ეხა, ლობიო ხო ვაჭამე? ხო და. ის კი არ ჭამეს, ბევრი. ხინგალი რო დაუდო, აი ის კარტოფილიანი. 13 ცალს შეჭამს გეგა. ლობიო, ცოტა შეჭამეს და всё, გოდეჭამს, მარტო გოდეს უყვარს. ადა და გეგა ერთმანეთს უყურებენ. ერთი რომ მიატოვებს, მეორეც მიატოვებს. არ დააგდო. იატაკზე არ დამიგდოთ არაფერი. ალიქიან ყავას მოვიდოხე. და იმას დავლებ. თავი მტკივა. სტდება. აი ეს. აი აქედან ეს. ბევრი გინდა? ეს. გოდი ვაშკი დავდე, გეტაჭამე. ზიანი ყავა მინდოდა გოდე გაუში, მაგრამ ანიკო დეიდა არ იყო და აქეთ მოვიდა. რიცავი. ფუი, კაბა მომივიდა და გაჩვენებთ რასაც ცოტაობა ჩამოვიდა. ხო ყოველთვის ვაქებ, მაგრამ უაზროდ და უმიზეზოდ არ ვაქებ ტემას. რაც სიმართლეა, იმას გავიძახი და ეხლაც რაც სიმართლეა, ის უნდა გითხრათ. გეუბნებოდით მე მგონი გუშინაც. დედამთილმა რომ მაჩუქა 50 ლარი. შაქრის გარეშე არ დავლევ. მტკივა თავი. ალბათ წნევამთან რაღაცა ისე არ მტკივა ხოლმე. ბევრი ყავა. ხო და საცუდაობა ჩამოვიდა. ჩემი დაბადების დღისთვის მინდოდა ვითომ რაც არც მე ესეც რამეს ჩავიცვლა, მეთქი არაფერი განსაკუთრებული არ არის, მაგრამ მაინც უბრალოდ ის პრობლემა რომ არ ქონდეს, რასაც ეხა გაჩვენებთ, დავიტოვებდი. მაგრამ მაგას მე ვერ გამოვასწორებ. ასე რომ 38-ად ვიყიდე, მე მგონი არ მახსოვს ის კაბა. და მე მგონი 28 რატო დამიწერა არ ვიცი, მე მგონი თანხას მაჭრიან რომ ვაბრუნებ. მაგრამ არა უშავს, არ მინდა უნდა წამო. ეს არის. ეხლა პრობლემა აქვს გაჩვენეთ.
ჩაცმული წინ ძალიან ლამაზია, ძალიან უბრალოა. აი ასეა. ეს აქვს ისედაც ეს იმიტომ მომწონს ეს სტროჩკებით, რომ მუცელს იმდენად არ აჩენს და მალავს, მაგრამ აი ხა უკან დააკვირდით. აი უყურეთ. ხო ხედავთ ხა უკან. სტროჩკის ქვემოთ აი ეს, აი ნახეთ. ჩაცმულზეც აი ასე, ნახეთ. თითქოს და აი აქ ჩანს, რომ აი ეს და ეს იყო ალბათ მიკერილი. და მე გახსნეს და სხვაგვარად დაგაკერესო. არ ვიცი, იმიტომ რომ არანაირად არ სწორდება და ამის არც თავი მაქვს მე, არც ნერვები არ მაქვს. რომ აი ამის შეცდომები, ამის ანუ ვისი ხელობას არის იმისი, რომ გამოვასწორო იმის ნერვები და მე ამას კიდე რომ მიუტან კერავს, რომ გამომისწორეო, უნდა, ხო? ახლა ეს არ გაკეთებს, არ მაქვს ამის ნერვები. თავი მინდა და ჭკვიალას ავით, მაგრამ აი რა წესი აქვს კიდე, ჩემთან ყოველთვის ეგრეა და გოგოები მეუბნებიან, რომ პირიქითო ჩემთან რამოდენიმე მის მითხრა, რომ კალათაში რო ვაგდებო, პირიქით რო აკლდებაო ის მოდის ჩემთანო და იმის მიხედვით ვყიდულობო. მეც კალათაში ვაგდებ, მაგრამ ჩემთან სულ ემატება. იმ წუთას ხომ აქ მაგალითად 50 ლარი. უცებ წამში უნდა გახდეს ან 61 ლარი. მართლა ბავშვებს გეფიცებით და რო არ დამიჯერეს გოგოებმა, ჩავუგდე. მანამდე კალათაში ჩაგდებული და მერე ისევ კალათაში თუ რა ფასი ხედა. წარმოიდგინე 10 ლარი და 20 ლარი წამებში რომ ვიმატებ. ხო და ეგრე შემოკარგებო. ასე რომ ის ეგ არის. აბა ვირუსი არ იყოს, იმიტომ რომ ამცალია ვირუსისთვის, არ მცალია. კარგი, მოკლედ ჩემი ყავა ადუღდა. ეხლა რას ვაკეთებ? ისედაც იცით რას ვისამ, გავაციებ. უცებ დავლიო. წყალი რომ ნაპორი არ იყო, აი ამის ბრალი ყოფილა და შევცვალე. ეხლა უყურეთ, კოლზი არ ჩავაბრეხო პირდაპირ. და ისე რომ მქონოდა არა, სულ იმერე, ყველაფერს სულ მერე უნდა ვეცხო. წუხელ ხამე, ვადროს ავდექი. ესენი დავაძინე და მაშინ ავდექი. იმიტომ ვულებრო გაცივდეს. ეს მერე მოხანთქვა ერთი დღე ჯგავში წავიდეთო და უნდა წავიღო და ჩემ მამამისს გავაკეთებინებ. თვითონაც ქონდაც და იმასაც რომ მოძრა ხელი გააკეთა რა. ამასაც რამეს უზამს. ვარ გადამიგდია მაგ ხელი. არა არის. აი, ფლაცივი არ მინდა. ფლაცივი არ მინდა. აი, უყურეთ. გეგას ფორმები აქ მიდევს. შრალი იყო, მაგრამ წუხელ გავრეცხე და აქ ვაშრობ ხოლმე, როცა მეჩქარებ. ანუ ყოველ ჩაცმაზე ვრეცხავ ამ ფორმებს და ეს იმიტომ არ ჩავაცვი, რომ ციოდა. თან ყოველთვის ხებსაც არ აცვიათ და მეც გამონაკლისი დაუშვი ჩემი შვილისთვის. მარტო გეგასთვის გოდემ არაო, ფორმის გარეშე არ წავედი და ფორმით წავიდა, შავებიეთ. ცოტა ნალექი ჩავიდეს ქვეშ.
თვითონ ნაკმასასელი ანანისელი გუშინდელიდან ვიწახი მარტო ნალექი ხარ დარჩა დაიჯეროთ ნალექს ვერ შევჭამ მუხაზე დარეკვა დამავიწყდა და იმედია ეხა არ მოდის. არა. და ურეკავდა ვეტყვი, თორე დარჩებიან ეს ბავშვები უპუროდ. რომ მომთხოვონ მერე. თუმცა მერეც წავა. არის აქ ახლოსა. ხო, საყურე მქონდა გამოწერილი სამლარიანი ესე გრძელი, აი აქამდეა. ის ლამაზია, მომეწონა. საერთოდ არ მიყვარს ტემუს ბიჟუტერია, იმიტომ რომ ძალიან ადვილად გაზდის ფერი, მაგრამ საერთოდ ძალიან გრძელი საყურები მიყვარს, ან რგოლები უნდა იყოს და ძალიან გრძელი. ხო და რა ხანი აფადი იყო ვიყიდე. იმიტომ რომ 40 ლარს უნდა გადაცდე, 38-ად იყო ის და 3 ლარად იყო ის, ხო. ქალაქში უნდა წავიდე. აუცილებლად უნდა წავიდე და როდის იქნება, არ ვიცი. მუხა 10 დღით დატოვა ექიმმა სახლში. იმედია ყველაფერი კარგად იქნება და რამე ცუდი არ იქნება ეხლა. არ შეუძლია ამას ფიზიკური მუშაობა, მუხრანის და ჭამეს უყელა. და გონიათ ზარმაცი. მართლა გეუბნებით. იქაც რო ვიყავით სოფელში, ლიაში. ბებია ყავს მუხრანის, რომ დამჯდარი ადამიანი არ უყვარს. არა აქვს მნიშვნელობა, ქალი ხარ, კაცი ხარ. ეხლა თავის შვილის კი ეს მუხრანის კი, მაგრამ სხვებს მაგალითად რო ვერ ეტყვის, იმდენს მე და მუხას კი გვეუბნებოდა, არ გვაკლებდა. ხო და ზარმაცი ეგონა და რამდენჯერ ქონია, რომ ნემსი გამიკეთებია, აი სიმძიმეებთან დაკავშირებით. გეუბნებით ეხა ამას. და რამდენი ყოფილა, რომ ჩემი ძმისთვის დამირეკია, წარმოვიდგინე ჩემი ძმის ცოლის ძმაც კი მოსულა ჩვენთან, ჩემ ძმასთან ერთად და შეშა იყო თუ რამე, ისინი გვეხმარებოდნენ. რა თქმა უნდა, მუხრანიც აკეთებდა, მაგრამ ჩემი ძმა მაგალითად ძალიან უყვარს რა, ძლიერიც არის, შეუძლია. ჩვენ ბავშვობიდან ვართ შეჩვეულები, ესენი არ არიან. ჩემი დედამთილი ამბობს სულ, რომ აი არაფერს არ ვაკეთებინებდით და მართლაც დღესაც კი, მაგალითად შეუძლია შეშა, ანუ ნაჯახი თვითონ აიღოს და დაჩეხოს და მუხრანი იქ რო იყოს არ ეტყვის. და აი სულ მაგალითად რომ ნახავდი ხოლმე რომ ჩემი დედამთილი რაღაცას აკეთებდა, მუხრანი მიდი, ან მე მივიდიოდი. როდესაც მე ვიცი მუხრანის, რომ მართლა არ შეუძლია და არ ზარმაცობს. ხო და სადრო თავიდან ყველაფერს შეჩვეული ხარ და სადრო საერთოდ არაფერი არ გიკეთებია და კი არის ადამიანები, რომ მერე აკეთებენ, მერე შრომობენ და ასე შემდეგ. მაგრამ ყველა ერთნაირები ვერ ვიქნებით. ასე რომ ეხა ეგერ. თავი კიდე რაღაცის გამოკვლევაზეა. და მუხრანი თუ არ იმუშავა? ჩემი შვილების პატრონი? არავინ. ხო და ღმერთმა ქნას რომ ყველაფერი კარგად იყოს.
დამთვალა და მე მომიწევს სადმე წასვლა. სხვა გზა არ არის. და რაც ყველაზე ნაკლებად მინდა, იმიტომ რომ გარეთ რო ვუშვებ, აი არ მინდა ვინმე მარასწორად გამიქოს. ყველას თავის შვილი თავის თავს და ყველაფერს ურჩევნია, ასეა. მეც ასე ვარ. და მესმის იმათი ტკივილი, ვინც შვილებს შორდებიან და უწევთ გამოუვალი მდგომარეობის გამო სხვაგან წასვლა. ასე რომ ძალიან არ მინდა, როცა მესმის ეს ყველაფერი. ასეა ეს ჩემო კარგებო. არ ვიცი. ყოველთვის ვფიქრობ ხოლმე. ყველაფერი სულ ჩემ თავს ესე ვეუბნები. თუ რამე ხდება ხოლმე, რომ აი უკეთესობისკენ შეიცვალოს, აი მაგიტო ხდება და ასე შემდეგ. სომას ვაჭერებ თავს და ვფიქრობ, რომ ასეც უნდა იყოს. ესეც უნდა იყოს აუცილებლად. თეთა როგორ მткиვა, აი აქედან. აი თითქოს და ის სამი თითი რომ მიადო, აი ეს. აი აქედან აქეთ, აი ეს მткиვა. ეს უკანა ხო უარესია. რომ მткиვა, მაგრამ ეხა აქედან აქ. აი აქ. წუხა სამივე დავბანე და წარმოიდგინეთ. ყოველ დაბანაზე ცხვირები ეჭედებოდა და მსგავსი რამ არ ყოფილა. მადლობა ღმერთს. გეგასაც გამონაყარი უცხრება. თაფლის ბრალი ყოფილა ჩემი აზრით, იმიტომ რომ ვუყურებ, ეხა დილითაც შევხედე, წუხელად შევხედე და რო არ ვაძლევ უკვე ერთი დღე არ მიმიცია, ეხა არც მივცე მაწი. არ მივცე. არ იყო კაი თაფლი. სუნიც კი როგორი ცუდია, აქ ვერ წარმოიდგენთ. აი ბავშვებს გეფიცებით შაქარს ხო აქვს სუნი. აი ესეთში რო გააქვთ შაქარი, უცებ რო გახსნით, როგორც მარილს რაღაც იოდის სუნი აქვს, მაგრამ შაქარს აქვს ცუდი სუნი. არ ვიცი მე თუ არ გაგიკეთებიათ ესეთებში რო გექნებათ მოხსენით და უცებ დასუნეთ და მიხვდებით ზუსტად ისეთი ოღონდ უფრო მძაფრი და ცუდი სუნი აქვს იმ თავს. აშკარა არის რომ არის სიროფი დამატებული. მარტო შაქარს არ ამატებენ, როგორც ვიცი, ამატებენ სიროფს თაფლში. ხო და აქედან გამომდინარე აქვს იმ შაქრის სუნი. $25 ვყიდულობდით 1 ლიტრ თაფლს. ანუ ჩვენი ახლობელი მძღოლი რო არის კარგი ნაცნობი. აი იმ კაცს მოქონდა ჩვენთვის ყოველთვის. მაგრამ ეხლა მე მგონიო არა აქვთო. იმათო გვითხრა ჩვენ თორე ნათქვამი ვქონდა, აი რამოდენიმეჯერ გავაფრთხილეთ. ხო და მე რო არ ქონდათ თაფლი მჭირდებოდა და ჯანდაბა უქენი რო 2 ლიტრი ვაყიდიე, მაგრამ იმდენს იწერებოდა ის გოგო Facebook-ზე ქონდა დადებული, რომ მოვდივარო სენაკში ამა და ამ დღეს და მოკლედ წინასწარ უნდა შეგეკვეთა. თაფლზე, ანუ წინასწარ უნდა შეხმიანებოდი რომ გადაედო, იმიტომ რომ რაც მომაკ არ მჩება ხოლმეო და აქედან გამომდინარე იყო
იმდენს წერდა, რომ თავს ვდებრო 100%-ით ნატურალური და ასე და ისეო. დავიჯერე. არ არის. თეთრი თაფლი მიყვარს მე ძალიან, ანუ ღია ფერის რო არის. უფრო მუქი არ მიყვარს იმდენად, მაგრამ ეხა მანამდე რომ მქონდა ის ძალიან სქელი იყო, მუქი და სქელი. ეს ღია ფერია, მაგრამ ძალიან თხელია, წყალივი. მასე არ უნდა იყოს. გეგა დედიკო პასტა მომიტანე რომ ის ჩააგდეს რაღაც ლექსზე. ის იქ უნდა დადოდე? გეგა წყალი მოუში და ჩაასხი, კაი? იმიტომ რომ პიურესი როა იქ მიახმება იმას. ჩაადგი დედიკო და ისე მოუში. შენ მაგარი ბიჭია. დედას წკმოდონა ეს. დედას სიყვარული ეს. როგორ ხდება ესენი კოდესებია რო აცია ქვემოთ და ესენი კემოდან ორივეს ერთნაირი მყიდე და მართლა ესენი კაი ხალისხი იყო. ის სპორტულებით კოდეს დაუპატარავდა, ზედა არა. ქვედა შალვალი და გეგასთვის მაგ და გეგას აქ ეხა ზედა გეგასი კოდესაც ის. არა დედა იყოს. всё. კაი ბიჭი ხარ. მადლობა. პასტა მომიტანე. სადა? არ ვიცი. აი რამდენი ლექი იყო და აქაც უყურეთ. რამდენი. ეს იყო ძვირფასებო სულ ჩემი დღევანდელი აწირას გავაკეთებ არ ვიცი საჭმელი. იქ მაგიდაზე ვაზაროა ხო არ დევს? აბა მიდი და გოდეს ჩანთიდან ამოიღე. ტორტი მინდა. ძალიან მინდა ტორტი. წავედი ახლა ძვირფასი და გემშვიდობებით. მომავალი ვიდეომდე. კარგ დღეს, პოზიტიურ დღეს, ნაყოფიერ დღეს გისურვებ ყველას. ადასი მომხვდა ხელი. ესეც ადასია.